მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ ამოვხსნათ 2020 წლის ლოგიკური მსჯელობის პირველი ვარიანტის პირველი ამოცანა, საიდანაც ბევრ სიახლეს შევიტყობთ. ნახეთ, მოცემულიაო, რომ მხოლოდ ხარისხიანმა პროდუქტებმა მოიგო მომხმარებელთა გულიო. და ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს მოცემულობიდანო, ხო? რომელი მოცემულობიდან? მოცემულობა არის ის, რაც წერტილოვანი პირობით არის გადმოცემული, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები იგებს მომხმარებელთა გულს. ესე იგი, კლასიფიკაციით სხვა ნებისმიერი პროდუქტი, თუ ის ხარისხიანი არ იქნება, ვერ მოიგებს მომხმარებელთა გულს. ეს არის გამომდინარეობა და ტოლფასი წინადადება, თუ ამას შეგვეკითხებოდნენ. სხვადასხვა პირველ ნომრად გექნებათ ეგეთი დავალება, ან რომელი გამომდინარეობს, რომელია ტოლფასი, ან რომელია წინააღმდეგებად. სხვა რაიმე დავალება თუ მოვიდა ნომერ პირველ ნომრად, გახსოვდეთ, რომ ის ექვივალენტურია ამ სიტყვებისა, რაც გითხარით, ან რომელი გამომდინარეობს, ან რომელია ტოლფასი, ან რომელია წინააღმდეგება. რაღაცა ვარირება თუ მოახდინეს სიტყვების, ძირითადად ისევ ამ პრინციპებზე იდგება და ჩამონათვალზე სიტყვებისა და კითხვებისა, ხო? პირველი, ნახეთ, ყოველმა ხარისხიანმა პროდუქტმა მოიგო მომხმარებელთა გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები იგებს მომხმარებელთა გულს, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა ხარისხიანი პროდუქტი იგებს მომხმარებელთა გულს. მაგალითად, წარმოიდგინეთ რაიმე მაღაზია, სადაც შევდივარ და ყველაფერი არის ძალიან მაღალი ხარისხის და მე ერთი ან ორი პროდუქტი ვიყიდე, ხო? ნახეთ, ჩემზე სამართლიანი იქნებოდა სიტყვების თქმა, რომ გიოს გული მხოლოდ ხარისხიანმა პროდუქტებმა მოიგო. მაგრამ იქ მაღაზიაში თაროზე დავტოვე სხვა პროდუქტებიც, რომლებიც ასევე ხარისხიანებია, მაგრამ არ ვიყიდე მე, ჩემი გული ვერ მოიგო დაუშვათ. ხარისხიანმა პურმა მოიგო მაგალითად ჩემი გული, მაგრამ რაღაცა სათამაშო იყო ან რაღაც ელექტრონული ტექნიკა, რომელიც მე არ მომეწონა, არ მოიგო ჩემი გული და განა, იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ ჩემი გული არ მოიგო, თორე ხარისხიანი შეიძლება მართლა იყო. ანუ მხოლოდ ხარისხიანზე თუ ვაკეთებ არჩევანს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ხარისხიანზე ვაკეთებ არჩევანს, ხო? ამიტომ პირველი გამოირიცხა რა. ეხლა შემდეგი, ვერც ერთმა უხარისხო პროდუქტმა მომხმარებელთა გული ვერ მოიგო. ეს უკვე სხვა ამბავია. იმიტომ რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები თუ იგებს მომხმარებელთა გულს, კლასიფიკაციით და სახელდებით ნებისმიერი სხვა პროდუქტი თუ ის არ იქნება ხარისხიანი, მომხმარებელთა გულს ვერ მოიგებს. ხო მარტივია, მაგალითად მაგიდაზე თუ დევს მხოლოდ კალამი, აბა დამიდასტურე ახლა, აქ შეიძლება რომ დამემოწმები ხო, რომ ვერ იდება ხო სხვა ვერაფერი, რატო? იმიტომ რომ სიტყვა, ქართული სიტყვა მხოლოდ ბლოკავს, მხოლოდ კალამი დევს. ნიშნავს იმას, რომ მარტო კალამი დევს და მეტი არაფერი. ხო, ამიტომ ვერც ერთი სხვა ვერაფერი ვერ იდება კალმის გარდა. აქაც თუ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები იგებენ მომხმარებელთა გულს, ვერც ერთი უხარისხო ვერ უნდა იგებდეს ჩემს გულს. თუ მე მომხმარებელი ვარ, რა თქმა უნდა. თუ პროდუქტმა გევერსია მომხმარებელთა გული ვერ მოიგო, მაშინ ის უხარისხოაო. ეს პირველი აპასუხის მსგავსი ვერსიაა. ნახეთ, თუ მომხმარებელთა გულს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები იგებენ, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ხარისხიანი იგებს მომხმარებელთა გულს. შეიძლება არსებობდეს რაღაც ხარისხიანი, რამაც ჩემი გული ვერ მოიგო. ანუ თუ პროდუქტმა მომხმარებელთა გული ვერ მოიგო, უხარისხოც შეიძლება იყოს, რატომაც არა. მაგრამ შეიძლება ხარისხიანიც იყოს, გესმით? ხონათელია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერ გავკადნიერდებით და ვერ ვიტყვით, რომ იცი რა, თუ ჩემი გული ვერ მოიგო, ავტომატურად უხარისხოა. ეს უბრალოდ ალბათობაა იმისა, რომ უხარისხო იყოს. თორე შეიძლება ხარისხიანიც იყოს და მაინც ვერ მოიგოს ჩემი გული. რატო? იმიტომ რომ სიტყვა მხოლოდ თურმე, ეს დავიმახსოვროთ, სიტყვა მხოლოდ არამც და არამც არ უდრის სიტყვა ყველას. და შესაბამისად რაღაც ხარისხიანი შეიძლება დარჩეს ყველაში შემავალი, რომელიც ჩემ გულს ვერ მოიგებს, ხომ ასეა? ამიტომ თუ პროდუქტმა მომხმარებელთა გული ვერ მოიგო, შეიძლება უხარისხო იყოს, შეიძლება ხარისხიანი დასკვნის სახით ვერ იტყვი, რომ ან ერთია, ან მეორეო. მერე არსებობს უხარისხო პროდუქტი, რომელმაც მომხმარებელთა გული მოიგო. ჩვენ ვიცით, რომ
ჩემს გულს და შენ გულს თუ ჩვენ მომხმარებლები ვართ, მხოლოდ როგორი პროდუქტები იგებს. რას ნიშნავს სიტყვა მხოლოდ? სიტყვა მხოლოდის ერთ-ერთი სინონიმი გახლავთ რა? მარტო არა? ანუ ჩემს გულს მარტო როგორი პროდუქტები იგებს? ხარისხიანი პროდუქტები. ამიტომ როგორ გაიარსებებს უხარისხო პროდუქტი, რომელმაც მომხმარებელთა გული მოიგო? არა, მარტო ხარისხიანი იგებს ჩვენ გულს და სხვა ვერაფერი ვერ მოიგებს. ამიტომ ეს დევერსიაც გამოირიცხა, ხო მართალია. თეორიულად ხარისხიანსა და უხარისხოს შორის რაიმე რგოლიც რო არსებობდეს, ნაკლებად ხარისხიანი ან რამე ასეთი დაყოფა, ისიც ვერ მოიგებს შენ გულს, იმიტომ რომ მარტო ხარისხიანმა უნდა მოიგოს რა. გონათელია. მე მგონი გასაგებია და ბოლო პასუხი, არ არსებობს ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელთა გული რომ არ მოეგო. აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის და ვისწავლოთ ის, რომ ორი ცალი არნაწილაკი შობს სიტყვა ყველას. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. რას ნიშნავს? ყველა ადამიანს დაშვებული აქვს შეცდომა, ხო? აქაც არ არსებობს ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელთა გული რომ არ მოეგო. ეგ იგივეა, რაც რომ ყველა ხარისხიანმა პროდუქტმა მოიგო მომხმარებელთა გული. მაგრამ ყველამ მოიგო? არა, იმიტომ რომ არსებობს შანსი, რომ ძალიან კარგ მაღაზიაში შეხვიდე მაგალითად და მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი წამოიღო სახლში, როგორც წეღანა ვხსენით, ხო? და ის სხვა პროდუქტები, რომლებიც თაროზე აწყვია და ხარისხიანებია, ჩემი გული არ მოიგო, მაგრამ ხარისხიანი მაინც არის. ამიტომ არ არსებობს ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელთა გული რომ არ მოეგო, ნიშნავს თითქოს და ყველა ხარისხიანმა პროდუქტმა მოიგო მომხმარებელთა გული, რაც აპრიორი არასწორია. იმიტომ რომ თუ მხოლოდ ხარისხიანზე ვაჩერებ არჩევანს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ხარისხიანზე ვაჩერებ ჩემს გემოვნებას და ალტერნატივას. ხვდებით, ხო? მაგალითად, ამ ამოცანას მხოლოდ ჩემი მოსწავლე თუ ამოხსნიდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ამოცანა ჩემმა ყველა მოსწავლემ ამოხსნა, გესმით? აი, მასეთი რაღაც არის რა. კარგი, აი ამ ამოცანის ახსნა მინდოდა თქვენთვის და შეხსენება იმისა, რომ მხოლოდ არ უდრის ყველას და ასევე შეხსენება იმისაც, რომ მე ვამზადებ მოსწავლეებს და კვირაში ორჯერ ვხვდები ხოლმე მათ Zoom-ში და Zoom-ი ნაყიდი მაქვს ჩვეულებრივ და გათიშვების და ხარვეზების გარეშე ვმეცადინეობთ ხოლმე დაახლოებით საათი და 45 წუთი ლოგიკასა და რაოდენობრივში და თუ დაინტერესდები, აი ასე გულით მთელი ჩემი არსებით ხსნი ხოლმე თქვენთან ერთად ყველა დავალებას და ყველა ჯგუფში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და თვის ბოლოს ვიღებ ხოლმე 170 ლარს და გელოდებით ვიმეცადინოთ, მოემზადეთ და სამაგისტრო გამოცდებს რომ წარმატებით ჩააბარებთ, ამაში ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს. კარგი, აბა დაგელოდებით და ალაგ-ალაგ სადაც შევძლებ ვიდეოებსაც მოგაწვდით ხოლმე. აბა დროებით და დამაფოლოუეთ, დამამატეთ მეგობრებში და ამოხსნათ, ვითანამშრომლოთ, ვიმეცადინოთ და წინ წავიგდეთ ერთად. თუ რამე დაგჭირდეთ, თქვენ გვერდით მიგულეთ, აბა დროებით და ბედნიერი შობა ახალი წელი თქვენ.